ემიგრაციაში იმყოფება. დაურეკა რომელია შეიძლება რავი გავიქცე ხა ფეხით ჩავწოთ. Milano metà я вторая кидаю хмето с камерашке масакуне, не масакуне, сигурно. Հետո թանկարդի։ Իսկ դա եղա պարակեց, կամ գրավ։ Թանկարդի պարալելურად սինքրոն։ Աղաս პირადი საქმე. Ოდიშ გიგრით? მიმართოს საზოგადოებას, რა სიტყვას. ბებია ნერვიულობსა ძალიან სულად არის, რომ უბრალოდ თქვენ ბებიაზე წუხდით განსაკუთრებით, თუ მაშინ ეს თქვით. ზოგადად ჩემი ჩამოსვლის მიზეზი საქართველოში ეგ იყო, რომ ბებია გახდა ავად და სჭირდებოდა ჩემ გვერდში ყოფნა, იმიტომ რომ ჩემი ძმა არასოციალოვანი იყო, სკოლაში დავდიოდა, მოკლედ ვერ ახერხებდა იმ დრამას, რაც მანამდე შეგვოდა. და მაგიტო ჩამოვიდა. იმის შემდეგ რაც დავინახე, რაც ხდებოდა ქუჩებში, შეუერთდი მეც როგორც შემეძლო იმის მიხედვით. მოჩვენე ყველას ერთ-ერთი იყო რუსაველს. კარგი, თედო დედას თხოვოთ რომ მიმართოს საზოგადოებას და თან პარალელურად სინქრონში გვიქაროთ. მანულა საპისტიკო და ის კამერას. ამას კლისე დაკინით, ამას კლისე დაკინით. ყველას აბსოლუტურად ჩემი შვილის გვერდზე იდექით თანადგომას უცხადებდით. უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ყველას და მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ საბერძნეთში არის მარიამობა და მარიამობის ძალა და მადლი გფარავდეთ ყველას აბსოლუტურად. ძალიან დიდი იმედი მქონდა დღევანდელი დღესაც სიმართლე გითხრათ სრულიად უფალში ვიყავი მობილი მე ამ საზოგადოებაში ჩამოვიდი და კომენტარისთვის ყველა იმ ოდისოდენას ჩემი ოჯახსა და ჩემი სულისთვის გამოიყენა ხალხო დაგაცნობათ ადამიანს თავისუფლებას ყველა დედას აი ეს მეგრიერება განეცადოს რასაც სამწუხაროდ გილოცავთ კიდე ერთხელ. სუფლებულიყოს დროულად და ყველა ოჯახს ამოესურვოს და მეგრიერება დედიკო, რას კითხავ? რას ეტყოდი სხვა ბიჭების დედებს, რომლებიც შვილებით ყრეობაში ყავთ? რას მიმართავდი, რას ეტყოდი? იმიტომ რომ დედა ხარ და ის ემოციები, ის განცდები დარწმუნებული ვარ. ხო ვიცი, როგორი ადამიანი ხარ, როგორი გული გაქვს რა, რაც გიქნებოდა. ყველა დედას უშურება იმ აფექტში ყოფნა, რასაც სამწუხაროდ მეკარებს. როგორ მინდა ჩაგეხურება და იცოდე. ძალიან მალე განეცადოთ, მალე ჩაეხუტებინოთ თავიანთი შვილები. ჩამოხვალ თუ ჩამოვიდე? არა, მაგნიტი კოები ჩაეხუტებინოთ ყველა. ჩაეხუტები ყველას სიძახის. გავუსურვებ სიმართლე აღდგეს და ნამდვილად გახარებულები ყოფილიყვნენ, რა ვიცი მე თვითონ აფექტში ვარ აზრითაც. უსმენდით თედო აბრამელის დედას, არის რამდენად ამოქმებოდა და რამდენად კოცინე. თედო